მოგესალმებით. უკრაინის ომმა ძალიან ბევრი რამ დაანახა საზოგადოებას. გინდ ჩვენთან საქართველოში და გინდ მსოფლიოში. ყოველი შემთხვევისთვის, ვისაც დანახვა უნდა, საამისოდ ინფორმაცია უამრავია. ვისაც არ უნდა დანახვა, მაშინ უკვე სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე. პირველი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ ომმა პოლიტიკაში რეალიზმის ადგილი დააბრუნა და ზოგადი ნეოლიბერალური ხედვების არაადეკვატურობა აჩვენა. ეს ნეოლიბერალური ხედვები იმდენად იყო გამჯდარი საზოგადოების ნაწილში, რომ ბევრს უბრალოდ იმის გააზრება უჭირდა, რომ დიდი პოლიტიკის ნაწილია ომი. ომის თავიდან აცილება შესაძლებელი არის, მაგრამ საამისოდ ძალიან დიდი შრომა და სწორი ხედვაა აუცილებელი, თორემ ნეოლიბერალური და გლობალისტური ღირებულებებით გაბრუებული ადამიანი შეცდომას მარტივად დაუშვებს და მერე უკვე გვიანი იქნება. აქ საქართველოში ასეთები ბევრნი ყვანან რადიკალურ ოპოზიციასა და მათ მხარდამჭერებში. ისინი ალბათ დღესაც არ იჯერებენ, რომ რეალური ომი კომპიუტერული თამაშებისგან განსხვავდება და საბოლოოდ ყველა ომი მაინც მოლაპარაკებების მაგიდასთან სრულდება. არ აქვს მნიშვნელობა იქამდე როგორი განცხადებები კეთდებოდა და ვინ რას გაიძახოდა. უკრაინასთან დაკავშირებით კი ასეთი განცხადებები უამრავი იყო. 3 წლის განმავლობაში იმდენი არაადეკვატურობა ითქვა, რომ მხოლოდ ჩამოთვლას დასჭირდება რამდენიმე გადაცემა. მაგრამ ვინაიდან უკრაინის ომის დასრულების კონტურები უკვე მოიხაზა და მოლაპარაკებების პროცესიც დაიწყო შტატებსა და რუსეთს შორის, მაინც აუცილებელია 3 წლის წინანდელი ზოგიერთი განცხადება გავიხსენოთ. ყველას გახსოვთ ისტერიული ანტირუსების საყვარელი ხედვა, რომ რუსეთს ყოველთვის რაღაც უთავდება. ხან ტანკი, ხან რაკეტა, ხან ტყვია, ხან ბეტერი. ჯარისკაცები ხომ საერთოდ უთავდებათ, ტანზე არაფერი აცვიათ და საერთოდ მათი დამარცხება ომის ველზე ძალიან ადვილია. ამ აზრს 3 წლის წინ ძალიან დიდი მონდომებით ამკვიდრებდნენ ევროკავშირშიც და საქართველოშიც. აქ ზოგიერთი იმასაც ამტკიცებდა, რომ თურმე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზები დაუცლია რუსეთს. შესაბამისად, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად შესანიშნავი დრო იყო. დრო მაჩვენა, რომ ამ ხედვების აყოლა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა და მეტი არაფერი. აქაური რადიკალები რომ გაიძახოდნენ ამ ზღაპრებს, ამას კიდევ შეეგუება ადამიანი. მაგრამ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რასაც ამტკიცებდა, ეს კიდევ ცალკე ფენომენია. 2022 წლის 14 სექტემბერს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ფონ დერ ლაიენი აღტკინებულ ტონში ამბობდა, რომ თურმე რუსეთის არმიას ჩიპები გასთავებიათ. ამიტომ ჭურჭლის სარეცხი მანქანებიდან და მაცივრებიდან იღებდნენ ჩიპებს შეიარაღებისთვის. ფონ დერ ლაიენი თავს იწონებდა, რომ თურმე რუსეთის ეკონომიკა დაუქცევიათ. ალბათ შტატებისა და ევროკავშირის სანქციებს გულისხმობდა. რუსეთის არმია ჭურჭლის სარეცხი მანქანებიდან და მაცივრებიდან ჩიპებს იღებს იმისთვის, რომ სამხედრო ტექნიკა შეაკეთოს. ეს იმიტომ ხდება, რომ მათ ნახევარგამტარები აღარ აქვთ. რუსეთის მრეწველობა ნაფრეთებად არის ქცეული. აქვე ცნობისთვის იმის მერე 3 წელი გავიდა. მხოლოდ ევროკავშირმა სანქციების 16 პაკეტი მიიღო და დღეს უკვე ყველა თანხმდება, რომ მოლაპარაკებები ყოფილა საჭირო. მაგრამ დავუბრუნდეთ ფონ დერ ლაიენს, როდესაც ევროკავშირის ერთ-ერთი უმაღლესი წარმომადგენელი ასე პირდაპირ ტყუის ევროპარლამენტის წინაშე და ევროპარლამენტარები ამას თანხმობის ნიშნად მდუმარედ უსმენენ, ეს უკვე დიაგნოზია. ეს ნიშნავს, რომ ფონ დერ ლაიენი, ევროკომისია და სხვა სტრუქტურები აბსოლუტურად მოწყვეტილი არიან რეალობას. ან მეორე ვარიანტი, იმ მოცემულობაში ამტკიცებდნენ იმას, რაც მაშინ შტატების deep state-ისთვის იყო მისაღები, რომ რუსეთი ბრძოლის ველზე მარცხდებოდა. ორივე ვარიანტი ევროკავშირისთვის, მისი იმიჯისთვის კატასტროფის ტოლფასია და როდესაც ფონ დერ ლაიენს დავინახავთ, უნდა გვახსოვდეს მისი ბრძნული ანალიზი, რომ თურმე ომიდან 5 თვეში რუსეთის არმიას ჩიპები აღარ ჰქონდა და მაცივრებიდან იღებდნენ ნახევარგამტარებს. კარგი იქნებოდა ფონ დერ ლაიენისთვის ვინმეს შეეხსენებინა მისივე ბრძნული ანალიზი. საინტერესოა პასუხი როგორი იქნებოდა. ამის შემდეგ კიდევ იმის მტკიცება, რომ ევრობიუროკრატია შეიძლება სანდო პარტნიორი იყოს, უკვე ძალიან რთულია. ძალიან საინტერესო კონტრასტია, როდესაც 3 წლის წინანდელ და ახლანდელ შეფასებებს შეადარებს ადამიანი ერთმანეთს. 3 წლის წინ ხომ რუსეთს არაფერი ჰქონდა და შიშველი ხელებით იბრძოდა. დღეს ამის ალბათ კიდევ სჯერათ ვიღაცებს. ამიტომაც მოუწია შტატების პრეზიდენტს ასეთი საზოგადოების ცოტა გამოფხიზლება და იმის აღიარება, რომ რუსეთს ძალზე სწრაფად შეუძლია გაანადგუროს უკრაინის ქალაქები 100%-ით, მათ შორის კიევი, მაგრამ ახლა მხოლოდ 20%-ით უტევს. ტრამპის განსაკუთრებულ წარმომადგენელს იმის დამატებაც მოუწია, რომ მართალია ომი იყო პროვოცირებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ომი მაინც და მაინც რუსების მიერ იყო პროვოცირებული. დღეს რადიკალურ ოპოზიციასა და ნეოლიბერალებში
ასეთ განცხადებებს პრორუსობად ასაღებენ და იმასაც ამბობენ, რომ თურმე შტატების ადმინისტრაცია ქართული ოცნების რიტორიკით საუბრობს. არადა სინამდვილეში როგორც შტატების ადმინისტრაცია, ისე ქართული ოცნება საღ აზრს მიჰყვება. საღ აზრს, სადაც მთავარი არის რეალიზმი და არა ზღაპრების მოყოლა ჩიპებსა და ნახევარ გამტარებზე. უკრაინის ომთან დაკავშირებით ახლო წარსულში გაკეთებულ შეფასებებსა და მათ ადეკვატურობაზე ნახეთ გიორგი მდივანის სიუჟეტი. გზა ეროვნული გმირიდან დიქტატორამდე, დასავლეთის იმედიდან მის იმედგაცრუებამდე, დემოკრატიული ფასეულობებისთვის მებრძოლიდან რეპრესიული რეჟიმის ავტორამდე. მსგავსი ტრანსფორმაცია მოკლე დროში ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის რთული ამოცანა იქნებოდა, მაგრამ არაყოფილი მსახიობისთვის, რომელსაც ნებისმიერი როლის მორგება მარტივად შეუძლია. მით უმეტეს თუ მას უკვე ნათამაშები აქვს უკრაინის პრეზიდენტის როლი ერთხელ სერიალში ხალხის მსახური. როგორ იქცა მშვიდობის დაპირებებით და უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენის სურვილით მოსული პრეზიდენტი უკრაინული სახელმწიფოს მესაფლავეთ. 2018 წელს ვლადიმერ ზელენსკი უკრაინელ ჟურნალისტთან დიმიტრი გორდონთან აღნიშნავდა, რომ ის მზადაა ეშმაკსაც გაურიგდეს, ოღონდ უკრაინელების სიცოცხლე გადაარჩინოს. Я считаю, что вообще все. მე ვთვლი, რომ ეს ყველაფერი, ეს ტერიტორიები ადამიანურ სიცოცხლეზეა. ამიტომაც მე ადამიანური სიცოცხლეების შენარჩუნება მთავარ ამოცანად მიმაჩნია. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ხალხი. შესაბამისად, ნებისმიერი ვარიანტი, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ომი, ჩვენი ჯარი წინ წავიდეს, გამორიცხულია. მოგვიწევს საუბარი, სურს თუ არა. მელოთ ეშმაკსაც კი მოველაპარაკები, არც ერთი ადამიანი რომ არ მოკვდეს. Лишь бы не умирал ни один человек. რამდენიმე წელიწადში კი ზელენსკი გლობალური ომის პარტიის ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ წარმომადგენლად გადაიქცა. პუტინთან ნებისმიერი მოლაპარაკებები საკანონმდებლო დონეზე აკრძალა და საკუთარი მოსახლეობისთვის ყალბი დაპირებების მიცემა დაიწყო, რომ ის ამ ომს მოიგებდა. როგორ იქცა პაციფისტი მილიტარისტად, პატრიოტი გლობალური დიპსტეითის აგენტად. შეიძლება მას არც არასდროს არ სურდა ომის თავიდან აცილება და მშვიდობა საკუთარი ქვეყნისთვის და პირიქით ომისთვის ემზადებოდა, რომლის მეშვეობით რეკორდულად შემცირებული რეიტინგის გაზრდას ცდილობდა და მილიარდობით დოლარის ოდენობის კორუფციული გარიგებების გაფორმებას აპირებდა. საკუთარი ქვეყნის ინტერესების დათმობით და გლობალური დიპსტეითის უპირობო მორჩილებით ზელენსკიმ უკრაინას დიდი განსაცდელი მოუტანა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ანდრეი ბოგდანმა იმავე გორდონთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ რუსეთის პრეზიდენტი გადააგდო. Как Путин? როგორ ექცეოდა პუტინი ზელენსკის? Уважительно. პატივისცემით. თქვენობით ელაპარაკებოდა? დიახ. გამოკვეთილი პატივისცემით? ძალიან პატივისცემით. ჩანდა რომ მას სურდა გამოსავლის მონახვა. არ ვიცი რა მოტივით, ეკონომიკური თუ პოლიტიკური. ჩემი აზრით, ჩვენს უბრალოდ გადავაგდეთ. Мне кажется, что мы его как-то жестко кинули. Путин. პუტინი? დიახ, სხვა რამ შეპირდით და სხვა რამ გააკეთეთ? Сделали другое. Ну, да. დიახ. გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმაც აღიარა რუს პრანკერებთან საუბრისას, რომ მინსკის შეთანხმების მიზანი უკრაინისთვის დროის მოგება იყო და საჭირო მხარდაჭერის აღმოჩენა. ეს ირიბი აღიარება იყო იმისა, რომ რეალურად უკრაინული მხარე არ აპირებდა მინსკის შეთანხმების შესრულებას და ომისთვის ემზადებოდა. ანუ ზელენსკის დახმარებით უკრაინა გლობალისტების ინსტრუმენტად იქცა და სამკვდრო სასიცოცხლო ომში ჩაება იმის მაგივრად, რომ ყველაფერი გაეკეთებინა ამ განსაცდელის ასარიდებლად. ომის დაწყებიდან მალევე დასავლური პროპაგანდა მთელი დატვირთვით დაიქოქა. ჟურნალისტებით დაწყებული სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები დამთავრებული, რომ უკრაინა ამ ომს მოიგებდა. იქმნებოდა მყიფე ილუზია და ყალბი ნარატივი, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის მოგება. ნამდვილი სიმართლე ისაა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. უკრაინა გაიმარჯვებს. უკრაინა ამ ომს იგებს. უკრაინა იმარჯვებს. უკრაინის გამარჯვება გარდაუვალია. უკრაინის გამარჯვება არცაა საკითხავი. უკრაინა გაიმარჯვებს. ჩვენ ყველაფრის დასრულება რამდენიმე კვირაში შეგვიძლია. უკრაინა გაიმარჯვებს. უკრაინა გაიმარჯვებს. უკრაინა გაიმარჯვებს. უკრაინა გაიმარჯვებს. უკრაინა გაიმარჯვებს. პუტინმა უკვე წააგო ომი. წარმოუდგენელია პუტინმა ომი მოიგოს. უკრაინა გაიმარჯვებს. პროპაგანდა ვერ დამალავს, რომ უკრაინა ომს მოიგებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. 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 უკრაინა იმარჯვებს. უკრაინა გაიმარჯვებს.
Ukraine will win for sure. Absolutely sure. Ukraine will win. I'm sure that Ukraine will win. Ukrainians will win this war. მაგრამ 2 წელიწადში გაირკვა, რომ ეს დიდი ტყუილი და მოსახლეობის ტვინის გამორეცხვის ფართომასშტაბიანი ოპერაცია იყო. ჯერ შეპარვით ზელენსკიმ აღიარა, რომ რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიების უკან დაბრუნების ძალა უკრაინას არ აქვს. ჩვენ ვერ დავთმობთ ჩვენს ტერიტორიას, რადგანაც უკრაინის კონსტიტუცია ამას გვიკრძალავს. მაგრამ ჩვენ ამ ტერიტორიების უკან დაბრუნების ძალა არ გაგვაჩნია. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დიპლომატიური წნეხის იმედი გვქონდეს. შემდეგ კი შეერთებული შტატების ახლად არჩეულმა თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰექსეთმა უკრაინის გამარჯვების ილუზია ისე დაამსხვრია, რომ გლობალური deep state-ის საგონებელში ჩააგდო. ჩვენ უნდა დავიწყოთ იმის აღიარება, რომ უკრაინის დაბრუნება 2014 წლის საზღვრებში არარეალისტური მიზანია. ამ ილუზიური მიზნის დევნა ომს მხოლოდ გაახანგრძლივებს და მეტ ტანჯვას გამოიწვევს. ამერიკას მიაჩნია, რომ უკრაინისთვის ნატოს წევრობა არ იქნება მოლაპარაკებების რეალისტური შედეგი. ყველასთვის ცხადი რომ იყოს, უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტიის მიუხედავად ამერიკული ჯარი უკრაინაში არ განლაგდება. There will not be US troops deployed to Ukraine. ამ ყველაფრის კულმინაცია კი დონალდ ტრამპის გუშინდელი განცხადება იყო, როდესაც მან თქვა, რომ უკრაინას შეუძლია ნატოში გაწევრიანება დაივიწყოს. შეგიძლიათ დაივიწყოთ ამის შესახებ. სავარაუდოდ ეს არის მიზეზი, რის გამოც ეს ყველაფერი დაიწყო. საკუთარი დაპირებების უარყოფა და უკრაინელებისთვის თვალში ნაცრის შეყრა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემაც დაიწყო. რუტე ჯერ 2024 წელს მტკიცედ აცხადებდა, რომ უკრაინა აუცილებლად გახდებოდა ნატოს წევრი, 33 ან 34 ქვეყანა. ტრამპის გამარჯვების შემდეგ კი აღნიშნა, რომ უკრაინისთვის არასდროს არ მიუციათ ნატოს წევრობის დაპირება სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში. რეალობა ამგვარია. უკრაინამ დაკარგა ტერიტორიის სოლიდური ნაწილი. ასობით ათასი მოქალაქე დაიღუპა. მილიონობით უკრაინელმა ქვეყანა დატოვა. ასობით დასახლებული პუნქტი განადგურდა. ეკონომიკა გაჩანაგდა და უკრაინამ დაკარგა ასევე მნიშვნელოვანი სამრეწველო ობიექტები აღმოსავლეთ ნაწილში. რა მიიღო სანაცვლოდ? წარე რეალობა, სავარაუდოდ იძულებითი თანხმობა ტერიტორიულ დანაკარგებზე და უარი ნატოს წევრობაზე. მაგრამ ამით მთელი უკრაინული ტრაგედია არ მთავრდება. ვლადიმერ ზელენსკი ისე ჩაებღაუჭა ძალაუფლებას, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის პირდაპირ კრიტიკაც დაიმსახურა. ტრამპი უკრაინაში არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ჩვენი მგვარი სიტუაცია გვაქვს, რომ უკრაინაში არჩევნები არ ყოფილა. მე არ მინდა ამის თქმა, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტის რეიტინგი 4%-მდეა დაცემული. ამის საპასუხოდ კი ზელენსკიმ დონალდ ტრამპი იმაში დაადანაშაულა, რომ ის დეზინფორმაციის სივრცეში ცხოვრობს. ეს დეზინფორმაციაა, რომელიც რუსეთიდან მოდის. ტრამპის განცხადებიდან რამდენიმე საათში კიევის სოციოლოგიის ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად ზელენსკის მხარდაჭერის რეიტინგი თურმე 57% ყოფილა. აღნიშნული ორგანიზაციის ერთ-ერთი ფინანსური დონორი USAID იყო. რამდენად რეალურია ამ კვლევის შედეგები? ალბათ კითხვის დასმაც არასერიოზული იქნება. მაგრამ ტრამპმა ზელენსკის მალევე გასცა პასუხი. ჯერ საშუალოდ წარმატებული კომედიანტი უწოდა, ხოლო შემდეგ დიქტატორობაში დასდო ბრალი და სოციალურ ქსელში უმძაფრესი განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის შესახებ. უბრალოდ დაფიქრდით. საშუალოდ წარმატებულმა კომიკოსმა ვლადიმერ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატები დაარწმუნა 350 მილიარდი დოლარი დაეხარჯა ომში, რომლის მოგებაც შეუძლებელი იყო, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო და რომელსაც შტატების და ტრამპის გარეშე ვერასდროს დაასრულებს. ის უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე. მისი პოპულარობა უკრაინაში დაბალია. როგორ შეიძლება მას მაღალი რეიტინგი ჰქონდეს, როდესაც ყველა უკრაინული ქალაქი განადგურებულია? ყველა ქალაქი დაინგრა. ერთადერთი რაც გამოსდიოდა, ბაიდენით მანიპულირება იყო. დიქტატორმა, რომელიც არჩევნებს არ ატარებს, ზელენსკიმ სწრაფად უნდა იმოქმედოს, თუ არ უნდა რომ თავისი ქვეყანა დაკარგოს. ეს უკვე დონალდ ტრამპის მხრიდან ზელენსკისთვის ყვითელი ბარათის ამოღებას ჰგავდა. უკრაინის პრეზიდენტი გაჯიუტებულ ბავშვს ემსგავსება, რომელიც დაჟინებით სათამაშოს ყიდვას ითხოვს. მას ახალი გეოპოლიტიკური რეალობისთვის თვალის გასწორება არ უნდა და იმდენად გადამეტებული წარმოდგენა შეექმნა საკუთარ თავზე, რომ თავის თანამდებობას ნატოში წევრობაზე ცვლის. თუ თქვენ გსურთ, რომ მე თანამდებობა დავტოვო, მზად ვარ. შეგვიძლია ნატოს წევრობაზე გავცვალოთ. თუ ეს შესაძლებელია, მომენტალურად გავაკეთოთ. სამწლიანი ტოტალური პროპაგანდის და უკრაინის კბილებამდე შეიარაღების შემდეგ უკრაინის გამარჯვების მითი ისე იმსხვრევა, როგორც ლიბერალური დღის წესრიგი და ერთპოლარული სამყარო.
განა ყველასთვის ცხადი არ იყო, რომ უკრაინა ამ ომს ვერ მოიგებდა. პოლიტიკური რეალიზმის სკოლის წარმომადგენლები ხომ თავიდანვე აფრთხილებდნენ ევროჩინოვნიკებს სხვადასხვა ტრიბუნებიდან, რომ უკრაინა ვერ გაიმარჯვებდა, მაგრამ მათი ხმახვა მაღლა არ ისმოდა, მათ რუსული პროპაგანდის გავრცელებაში ადანაშაულებდნენ, ცილს წამებდნენ და მათ გასაჩუმებლად სადამშელო ოპერაციებს მიმართავდნენ. ჩემი პოზიცია რეალობის გათვალისწინებით, სტატისტიკის შემხედვარე, იმ ფაქტის გათვითცნობიერებით, რომ ნატო უკრაინაში ჯარის გაგზავნას არ აპირებს, ცხადია, რომ ბრძოლის ველზე საწყალი უკრაინელები გამარჯვებას ვერ შეძლებენ. ეს განგრძობადი ნარატივი, რომ უკრაინა იმარჯვებს, ჩვენთვის დასავლური მედია ცდილობდა ამის დაჯერებას. პუტინისთვის ეს ეგზისტენციალური ომია, ის დანებებას არ აპირებს და მე მგონია, რომ ეს ომი ბევრი წელი გაგრძელდება. თუ ევროლიბერალებს და გლობალისტებს უკრაინისთვის კარგი უნდოდათ, რატომ არ მიმართეს მათ დიპლომატიას, რომ ეს საშინელი ომი თავიდან აეცილებინათ? რატომ დაკავდნენ იარაღის ჟღარუნით მოლაპარაკებების მაგივრად? რატომ შექმნეს უკრაინის გამარჯვების ყალბი მითი და რატომ უბიძგებდნენ ზელენსკის, რომ ბოლო უკრაინელამდე ებრძოლა? სანამ დონალდ ტრამპმა არ გაიმარჯვა და უკრაინის ომის დასრულება და მსოფლიო წესრიგის ცვლილება არ დაიწყო, რატომ არავინ არ გამოიჩინა სათანადო ძალისხმევა ევროკავშირის ძალაუფლების ვერტიკალში, რომ ეს ომი დაემთავრებინათ? შეიძლება მათ უბრალოდ ეს არ სურდათ. ჩვენ ვხედავთ, რამ ხელა წინააღმდეგობას აწყდება ტრამპის გუნდი მშვიდობის დამყარების პროცესში. რამდენიმე დღის წინ ევროკრატები კიევში ჩავიდნენ რუსულ-უკრაინული ომის 3 წლის თავზე. დამწუხრებული სახეებით და შერბილებული ტონით უკრაინის გამარჯვებაზე ხმას აღარ იღებდნენ. ერთმანეთს წარუმატებლობას უთანაგრძნობდნენ და ზელენსკის ამხნევებდნენ, მაგრამ საკუთარ ბოროტ ძრახვებს ხანდახან მაინც ვერ მალავენ და საომარ რიტორიკას ვერ ივიწყებენ. დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ თურმე არსებობს რისკი, რომლის თანახმადაც უკრაინაში მშვიდობა შეიძლება უფრო სახიფათო იყოს ვიდრე ომი, რომელიც ახლა მიმდინარეობს. მაყურებელს შევახსენოთ, რომ იქ სადაც მართლა საომარი იყო და ევროპა ნაციზმისგან გასათავისუფლებელი, დანიამ სამარცხვინო ანტირეკორდი დაამყარა და 1940 წელს ნაცისტურ გერმანიას 6 საათში დანებდა. 6 საათში. როგორც ჩანს, უკრაინის გამარჯვების მითთან ერთად ზელენსკის ავტორიტეტიც მარტივ მომრავლებად იშლება. 3 დღის წინ უკრაინულ რადაში ზელენსკის უფლებამოსილების გახანგრძლივებას მხარი არ დაუჭირეს. უკრაინის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრა ევროკომისრების თანდასწრებით მიმდინარეობდა, სადაც ვლადიმერ ზელენსკის უფლებამოსილების გახანგრძლივების საკითხი განიხილებოდა უკრაინის შემდგომი ლიდერის არჩევამდე. კანონპროექტმა მხოლოდ 218 ხმა მიიღო, არა და 226 დეპუტატის თანხმობა იყო საჭირო. ამის შემდეგ ანალოგიური კანონპროექტი მცირედი ჩასწორებებით 25 თებერვალსაც გაიტანეს კენჭისყრაზე, სადაც 268 დეპუტატმა საბოლოოდ მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას. ამის მიუხედავად ძნელი მისახვედრი არაა, რომ ზელენსკის უკვე საკუთარ ქვეყანაშიც უნდობლობას უცხადებენ. ვინც გაშმაგებით გაიძახოდა, რომ უკრაინა ამ ომს იგებს და რუსეთი მარცხდება, საინტერესოა ერთმა მათგანმა მაინც თუ მოიხადა საჯაროდ ბოდიში დეზინფორმაციის გავრცელებისთვის და ყალბი მოლოდინის შექმნისთვის. ან საკუთარ წილ პასუხისმგებლობას თუ გრძნობენ უკრაინული გენოფონდის განადგურების გამო. ფონ დერ ლაიენი იმასაც ამბობდა, რომ ომი უკრაინას უნდა მოეგო და რუსეთს სტრატეგიული მარცხი განეცადა. გავიხსენოთ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, რომელიც იმასაც ამბობდა, რომ ომის შედეგს ბრძოლის ველზე გადაწყვეტდნენ და არა მოლაპარაკებების მაგიდასთან. ეს განცხადებები რომ არარეალისტური იყო, მაშინვე ჩანდა, მაგრამ ამ განცხადებებს აქ საქართველოში რადიკალურ ოპოზიციაში იმეორებდნენ და მეორე ფრონტის გახსნა სურდათ. ესეც სამწუხარო რეალობაა. უკრაინის ომის დაწყებიდან 3 წელი გავიდა და ამ 3 წელიწადში კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა, რომ როდესაც პოლიტიკაზეა საუბარი, რეალიზმს ალტერნატივა არ აქვს. სუვერენიტეტის დათმობა არ შეიძლება და ეროვნული ინტერესების მიყოლა სჯობს გარე ძალების დირექტივების შესრულებას. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4-ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.